ელმავალი ველათი მუშაობს 3000 ვოლტ მუდმივ დენზე, აქვს 8 წევის ძრავი, ავტოგადასამბელების ღერძებს შორის სიგრძეა 32840 მმ, მისი სიმაღლეა ლერსის ზედაპირიდან ჩამოშობილ პანტოგრაფზე 5120 მმ, ხოლო აწეულ დენივროზე 5500-7000 მმ. კონსტრუქციული სიჩქარე არის 100 კმ/სთ, წევის ძრავის სიმძლავრე არის საათურ რეჟიმზე 4600 კილოვატი, მისი წონაა 180 ტონა, ხოლო თუ სიდით არის სავსე სასილე რეზერვუარები, მისი წონა არის 184 კილო. ძარის სიგანი არის 3160 მმ, ელმავალს აქვს 8 წელითვალა და 8 წევის ძრავი. რაც შეეხება მის ტელეშკას, იგივე ურიკას ქართულად არის სიგრძე 4800 მმ, მისი წონა არის 22540 კილოგრამი, ტელეშკა იგივე ქართულად ურიკა დგას გოგორწყვილების ღერძზე, ურიკაზე მოთავსებული არის რესორული ჩამოკიდვა, სამუხრუჭეს მოწყობილობა, სასილე ბილები, ასევე მოთავსებული არის დამრტყმელ გადასამბელი მოწყობილობა და არის გიდრაულიკური შთამთქმელი, ანუ ჩამქრობი. რაც შეეხება წევის ძრავს, მისი აბრევიატურა TEM2K, მუშაობს 1500 ვოლტზე, სითბური დენის ძალა არის 480 ამპერი, კბილანური გადაცემა აქვს 88-23-ზე, მისი წონა 5000 კილოგრამი და აქვს 6 ძირითადი და 6 დამატებითი პულსი. რაც შეეხება მართვის გენერატორს, მისი დანიშნულება მოგვცეს მართვის დენი და განათება. მისი აბრევიატურა NV421P და დანიშნულება მისი ამუშაოს KT6 კომპრესორი. რაც შეეხება დენილქებს, მუშაობს 3000 ვოლტზე, ის შედგება რამისაგან, რამაზე სპეციალური მილებით დამაგრებულია ლიჟა, ქართულად სრიალა, მას აქვს საჰაერო კამერა და ტყუში. ამ ტყუში შედის 3.5 ატმოსფერო ჰაერი, რამაზე დამაგრებული არის ამწევი და ჩამწევი პრუჟუნები, ქართულად სამბარები, მისი წონა 269 კილოგრამი, საჭიროა მისის ასაწევად 50 ვოლტი დენი და 3.5 ატმოსფერო ჰაერი.